რომ პუტინი საქმე ცუდად მიდის. აშკარაა რომ პუტინის ავანტიურის შედეგად, მისი აგრესიული ომის შედეგად სერიოზულად ზარალდება რუსეთი, მასიური დაბომბების ქვეშ იმყოფება. არანაირი პერსპექტივა მას გამარჯვების არ აქვს, მით უმეტეს რომ მას ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებამ გარკვეული შანსი მისცა. გამომდინარე იქიდან რომ ტრამპმა მნიშვნელოვნად შეამცირა უკრაინის დახმარება, მაგრამ როგორც ხედავთ უკრაინის მოსახლეობის მედგარი წინააღმდეგობისა და მედგარი ომისა და ევროპისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების დახმარების შედეგად უკრაინამ არა თუ დათმოამითი პოზიციები, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა შეტევები რუსეთის მიმართულებით და განსაკუთრებით ეს ბოლო 2 თვე შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არანახული დარტყმების ქვეშ იმყოფება რუსეთის ტერიტორია უკრაინის მხრიდან. და ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ უკრაინის მიმართულებით პუტინის წარმატება გამორიცხულია, ეს ადასტურებს იმას, რომ და თან თქვენ წარმოიდგინეთ ნოემბერში, ახალ შემთხვევაში განსაკუთრებით მინდა მოგმართოთ ოცნების ლიდერებო, ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც მოგეხსენებათ, უნდა ჩატარდეს კონგრესის შუალედური არჩევნები, სადაც საერთაშორისო ექსპერტები 80%-იან ალბათობას დებენ იმისა დაახლოებით, რომ ქვედა პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს დემოკრატიული პარტია, ხოლო გარკვეული ალბათობა არის იმისიც, რომ ზედა პალატაში, სენატშიც მოიპოვოს წარმატება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი თუნდაც ერთ პალატაში გაიმარჯვებს დემოკრატიული პარტია, რაც თითქმის გარანტირებულია 80%-იანი ალბათობით საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი დარტყმა პუტინზე და პუტინის მოკავშირეებზე მსოფლიოს მასშტაბით და ხოლო თუ ორივე პალატაში ეს იქნება დიდი დარტყმა, ხოლო თუ კი ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია აიღებს, მაშინ ეს იქნება კიდევ უფრო დიდი დარტყმა პუტინსა და პუტინის მოკავშირეებზე. ამიტომ მოგიწოდებთ ოცნების ლიდერებო, არ დაელოდოთ მოვლენების ასეთ განვითარებას. მანამდე მოგიწოდებთ, რომ დაიწყოთ დემოკრატიული რეფორმები. დემოკრატიული რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი უნიშნულოვანესი დაიწყოთ ცვლილებები თუ გაუქმებები თუ როგორც იქნება საჭირო იმ საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლებიც თქვენს მიერ განხორციელებული იქნება ბოლო ხანებში, განსაკუთრებით შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველოში მნიშვნელოვნად არის შეზღუდული ადამიანის უფლებები საპროტესტო აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გააუქმოთ მაჟორიტარული სისტემა მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. რადგან მაჟორიტარული სისტემა ეს განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოებში, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან, სერიოზულად ზრდის იმას, რომ პირველ ადგილზე გასულმა პოლიტიკურმა ძალამ გაცილებით უფრო მეტი მანდატი აიღოს, მაგალითად ამ შემთხვევაში საკრებულოებში, ვიდრე მას რეალობაში რეიტინგი აქვს. ასევე მივმართავ ბატონ მიხეილ ყაბელაშვილს. ბატონო მიხეილ, მოგიწოდებთ არ დაელოდოთ მოვლენების იმ საერთაშორისო განვითარებას, რაზეც მე ვილაპარაკე და მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ შეწყალების უფლება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაპატიმრებული არიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და რომელთა მიმართაც საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას ძალიან დიდი ვარაუდები აქვს, რომ მათ დაპატიმრებებში სერიოზული წილი არის პოლიტიკური ნიშნისა. მოგიწოდებთ არ დაელოდოთ ამ მოვლენებს, რადგან როგორც ხედავთ, სოფლიოში ვითარება ისე მიმდინარეობს, ისე მიდის მოვლენები, რომ პუტინზე და პუტინის მოკავშირეებზე კიდე და უკიდე უფრო მეტი შეტევები სხვადასხვა მიმართულებით, ეს პუტინზე ამ შემთხვევაში სამხედრო შეტევები, რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინის მხრიდან, ასე ზოგადად პოლიტიკური გართულებები პუტინსა და მის მოკავშირეებზე უფრო და უფრო რომ მოხდება, ეს არის გარდაუვალი და როგორც მოგეხსენებათ, ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის არჩევნები და შემდეგ უკვე ახალი კონგრესი შეიკრიბება, რაზეც მე უკვე ვილაპარაკე, შემდეგ ახალი კონგრესი შეიკრიბება მომავალი წლის იანვარში და უკვე მომავალი წლის იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება მოვლენები სოფლიოში, განსაკუთრებით პუტინისა და პუტინის მოკავშირეების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სერიოზულად არის შეცვლილი. როგორც ხედავთ, ის არნახული დარტყმები, რაც ახლა მიმდინარეობს
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან ეს არის ის საპასუხო ის არის პასუხი უკრაინის მხრიდან იმ აგრესიისათვის, რომელსაც პუტინი ახორციელებს და რუსეთის შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ საქართველოს ახლა აქვს შანსი, რომ არ დაელოდოს მსოფლიოში იმ მოვლენების შესაბამისად განვითარებას, მანამდე დაიწყოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები. თან ეს იმ პირობებში კვლავ მოგმართავთ ოცნების ლიდერებს და ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. როგორც მე უკვე ვილაპარაკე, უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციამდე პუტინის გაჭირვებიდან გამომდინარე. ანუ უფრო და უფრო უჭირს პუტინს, კიდევ უფრო გაუჭირდება, რაც ქმნის იმას, რომ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება ზემოხსენებული ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ამიტომ საქართველოს ახლა უკვე უნდა დაიწყოს მზადება იმ მომენტისათვის, როდესაც უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები იქნება დეოკუპირებული და ამ მომენტისათვის საქართველოს უნდა ქონდეს უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. აი ამ დეტალებზე მინდოდა მესაუბრა. კვლავ მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ აკაუნტზე, ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობას საინტერესოდ და საზოგადოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს გქონდეთ ცდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.